ქართველების საყოველთაო გზავნილი მსოფლიოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით ევრო 2000-ის პედაგოგები დღეს პროტესტს შეუერთდნენ. მასწავლებლებმა აქცია გაფიცვა მოაწყვეს. მათ 1 საათით შეწყვიტეს სასწავლო პროცესი. დროებით გადაიკეტა გორგილაძის ქუჩა. მასწავლებლებმა აქციაზე ბანერი მიიტანეს, რომელზეც თბილისში მიმდინარე ანტირუსულ პროტესტზე დაშავებული ადამიანების ფოტოები იყო გამოსახული. შეუძლებელია, როცა ქუჩაში ესე ძალადობა მიმდინარეობდეს, მასწავლებლები, რომლებიც უნდა ასწავლიდნენ ბავშვებს თანასწორუფლებიანობას, უნდა ასწავლდნენ ერთმანეთის სიყვარულს, გაკვეთილები ჩაატარონ ამ მომენტში, როცა ადამიანებს იპარავენ ქუჩიდან, ძაღლს კედელზე ხეზე მიაბავენ და მანქანებს ტოვებენ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, მიუღებელია მსგავსი ტიპის ძალადობა და რთულია, როცა ამ ძალადობის ორგანიზატორი სახელმწიფოა, მით უმეტეს რთულია, რომ იდგე კლასში ახლა და ატარებდა გაკვეთილს ჩვეულებრივად. დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება გახდა მაპროვოცირებელი იმისა, რომ მასწავლებლებს დაგვეტოვებინა საგაკვეთილო პროცესი, გაგვეტოვოთ სარცი და გამოსულიყავით ქუჩაში. დღეს ჩვენი გაზრდილი მოსწავლეები ქუჩაში დგანან და ძალიან ბევრი დარბეულია. ამ სკოლის მოსწავლე დაპატიმრებულია. იდევნება მათი აზრი, დაირბევა მათი პროტესტი. ამიტომ პირველ რიგში ვდგავართ, იმიტომ რომ ხმა გავაგონოთ ჩვენს გაზრდილ მოსწავლეებს, ჩვენს ბავშვებს და ვუთხრათ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ არათუ მათ გვერდით ვდგავართ, ჩვენ მზად ვართ დავუდგეთ მათ წინ და პირველი დარტყმა ავიღოთ საკუთარ თავზე. ჩვენ პედაგოგებმა შევეცადეთ გამოგვეყენებინა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, შევერთებოდით საქართველოს ქართველი ხალხის უმრავლესობას და გამოგვეხატა ჩვენი ძალიან ლეგიტიმური პროტესტი იმის შესახებ, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ჩვენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გატაცება, ჩაგვრა, უკანონო დაპატიმრებები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლეც არის გიორგი დავითაძე, რომელიც სრულიად თვლით ჩვენ რომ უკანონოდ არის დაპატიმრებული და გვინდა რომ საქართველოს ხმას, პედაგოგების ხმას შეუერთოთ.